საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იმერეთში იმყოფებოდა, სადაც ბაგრატის ტაძრის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. პრეზიდენტმა აღდგენითი სამუშაოები მეუფე კალისტრატესთან ერთად მიინახულა. პრეზიდენტთან ერთად რეაბილიტაციის პროცესს კულტურის მინისტრი, იმერეთის გუბერნატორი და ქუთაისის მერიც გაეცნენ. ბაგრატის ტაძრის რეკონსტრუქცია პრეზიდენტის ინიციატივით 2009 წელს დაიწყო. უკვე დასრულებულია გუმბათის აღდგენა. ამ ეტაპზე გადახურვის სამუშაოები მიმდინარეობს. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულება სექტემბრის ბოლოსთვის იგეგმება. ხან ვფიქრობ რომელი საუკუნის საერთოდ როგორია? ეს ხარაჩოები რომ მოიხსნა მე ესე ვერ წარმომედგინა კიდე ეს ისეთ ეს სილამაზეა ეს ქვები. თან აუთენტური ქვებია, იგივე მასალაა, ხოლო თავის დროზე აშენდა. აი დაახლოებით, აი ნაცისფერი ფერი რაც არის. მე უფრო თქვენი ლოცვა კურთხევით იყო ეს ხო? თქვენ ვარ მოგეცათ ჩვენთვის ძალა და ენერგია. პატრიარქთან ერთად, რა თქმა უნდა, საერთოდ ვერც წარმოვიდი ამაზე ვერც გავბედავდით ფიქს. 30 წელი ოცნებობდი ამაზე. საოცრება რა. უამრავი ომი გადავიტანეთ და თქვენ დაადგით ამდით საქმეს. რაღაცა მიტინგებს რომ მართავდნენ, აქ არ გვინდა აღდგენაო. ის მოყავთ პარტიები. რა ჯერ სიაგრძელი რა უნდა დაანგრიო და სიაგრძელი რა უნდა აშენდეს და რა უნდა აღდგეს. სიებით დარდიან პირდაპირ გამზადებულები. რა პოლიტიკა ეგეთი გრევის და არაშენების. ამის ბატონო პრეზიდენტო, ამ სიტყვის ხმე ან გაუნათლებელია, ან თავისი ისტორია არ იცით, ანდაც არ ესმის რეალობა დღეს რომ მომავალი ჩვენი ცხოვრება უნდა წავიდეთ. მთელი მსოფლიო აღტაცებული იქნება საქართველოსთვის არის გვირგვინი ქუთაის რომ ჭირდება ტაძარი მარტო პარლამენტი ხო არ არის განვითარება ჭირდება საწარმო მაგრამ ტაძარი ჭირდება ძალიან სასწაულო დღესაა მე კარგად ვიცი ყველაფერი მეორე ეს ჯვრის აღდგმა ამ ეკლესიას აქვს მისტიკური ღვთაებრივი მნიშვნელობა ერთიანი საქალის სიმბოლო მარტო ეს არ უნდა ავაჩინოთ. ეგერ ქალაქი ასაშენებელი, პარლამენტი შეიძლება საწარმოები უნდა აშენდეს, ხალხს უნდა ბევრი რაღაც უნდა აშენოს, მაგრამ ყველაფერი რო წავაშენოთ, აი ეს რა როგორ შეიძლება ის არ შეიძლება ბევრად ნაკლები იყოს რა. ეს არის აი ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი ყველაფერი იმის რაც ვაკეთებ. ხო, ამიტომ მართლა ეს თაობა იამაყებს, რომ საქართველოს აშენება, მაგრამ საქართველოს აშენების რაღაცა სიმბოლოა ასევე ეს ტაძარი. ყველაფერი სამის აშენებით საქართველოს გადარჩება. აუცილებლად და დაიწყებს გამწრიებს, ამაში ვარ დაწვრილი. ეს არის ეს ჩემი დიდი ხნის წვენა ყოველთვის იყო. ეხლა უბრალოდ აი ამ ხელა ნაწილის გადარჩენება კარგად ხო არის. დიახ. ორსულო ოთხი დავითის ფარი ფარულობს თქვენ. რა ლამაზ ჯვარია. საოცარი. იჯავა და ფიქრობდა აი აქ რო მომზადები. ეს ფარი ისე ჯვარი ხუთი ვერ კონტინენტზე ხდება. ეს არის საოცარი ჯვარი. საოცარი. ძალიან ლამაზია. ეს არის ბაგრატის ჯვარი. მთელი სამყარო დაგემარცხებინოს სპორტის ძალები, კეთილი ძალები გაგეხმარებიან. აი ცხაპარაკის მოკვირაში. მადლობა. ესეთი ლოცვა.